ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ყველას მოგესალმებით და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყებთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლებთ. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტი აგრძელებს აქციას წიგნები ბავშვებს, რომლის მიზანია ბავშვთა სახლებისა და სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის ბიბლიოთეკების შექმნა. სწორედ ამ აქციის სახით 15 მარტს რკინიგზელთა სახლში საქველმოქმედო კონცერტი ტარდება, სადაც ქართული ესტრადის ერთი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდულ კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა. ბავშვებთან დაკავშირებული რაც არის ყოველთვის მათ გვერდით ვიდგე და ძალიან მიხარია რომ აი სწორედ თითქმის მათი თანატოლებია ესე აქტიურობენ ამ საკითხში და მე მქონდა ბედნიერება რომ UNICEF-თან ერთად რაღაც პატარა პროექტში მიმეღო მონაწილეობა და იქაური გამოკითხვებიდან აი ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ყოველთვის აი ბიბლიოთეკა არ გვაქვს გვინდა წიგნების კითხვა და 15 მარტს გაიმართება კონცერტი რკინიგზელთა კულტურის სახლში. ეს იქნება საქველმოქმედო კონცერტი. ბილეთები არ გაიყიდება, მსურველებს შეუძლიათ მოიტანონ წიგნები, რომლებიც გადაეცემათ ამ ბავშვებს. ჩვენ მოვაწოდებთ ყველა მწერალს, რომ თავისი ბიბლიოთეკებით მოიტანონ ამ ბავშვებისთვის მათივე ავტოგრაფები წიგნები, რადგან ამ ბავშვების დიდი თხოვნაა, რომ ჰქონდეთ მათ ბიბლიოთეკაში ისეთი წერილების წიგნები, როგორც არიან მაშა ბუღაძე, დათო მაღრაძე, რატია მაღლობელი, ბატონი კობილმოდაშვილი. მინდა აღვნიშნო, რომ გვერდზე ვდგავარ იმ ბავშვების გვერდზე, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენთან დგომა და განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მათ განათლებას, როცა საქმე ეხება წიგნებს, ყოველთვის ესეთი აქციების გვერდით ვიქნები და ვიქნები ამ აქციის ძალიან დიდი ხალისით მონაწილე. ის რომ წიგნები ბავშვებს ძალიან ესაჭიროებოდათ, ამის შესახებ ინფორმირებული გავხდი მას შემდეგ, რაც UNICEF-თან ერთად ვითანამშრომლე ერთ-ერთ პროექტში, როგორც ჟურნალისტი და დავდიოდით სხვა ბავშვთა სახლებში და ვატარებდით გამოკითხვებს. და განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ყოველთვის ბიბლიოთეკაზე, წიგნების არქონაზე და ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდული პარლამენტი, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან ყოველთვის, ესე ეხმარებიან ბავშვებს და მით უმეტეს ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასევე ჩვენი პროფესია სიმღერით რაღაცნაირად მათ ხელი შეუწყოთ და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი აქცია. ლიტერატურულ კაფეში კიდევ ერთი პოეტის ნათლობა შედგა. პროფესიით მსახიობი გიორგი ზანგური არაჩვეულებრივი გამორჩეული პოეზიით წარსდგა კაფეში შეკრებილი ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე და ულამაზესი საღამო აჩუქა მათ. ფერფლებს აფეთქება მოუნდათ ფერებ დანაღმული მოლის წუხელ ყაყაჩოებს მოუკლავთ ვარდი მოღალატეთ სოლი მუხამ დაამტკნა რა ფუღურო ჭრდილიც გაზარმაც და ბინდის ახლა ტირიფს მინდა ბუღურო ტბასთან ოსურს ცეკვავს სინდის გიჟის ჩაუცვია ხალათი კლავებ დაგრძელებულ ნუშებს ბაღის მყუდროებას ვყარავდი მთაში ცხვარდა ბერთხილ თუშებს მსახიობი ვარ მართალია, მაგრამ ნუ ეხლა ისე აღმოჩნდა რომ პოეტიც უნდა გავხდე, ასე ვთქვათ. ანუ დღეს შედგა ჩემი საღამო და მომავალში გავაგრძელებ, ვაპირებ წიგნის დაბეჭდვას, წიგნი მინდა რომ გავაკეთო ჩემი და რა ვიცი, მე მგონი უფრო საინტერესო იქნება თუ მოვახერხებ იმას, რომ იქაც ვიყო ჩემ სამსახიობო კარიერაშიც რაღაც ჩემი წვლილი დავდო და თან ასევე პოეზიაშიც მე ძალიან ბედნიერი ვიქნები და ამიტომ ვეცდები ყველანაირად რომ წიგნიც იყოს და აი ამ კუთხითაც შედგეს ჩემი გამოჩენა სადღაც პოეზიაში ისე გაელვებით პატარა მარტოობა ოთახში მარტოობა რთულია რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან ეგ თვალები დამჭრიდა ეგ ღიმილი დამჭრიდა უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია იცი რა ლამაზი ხარ იცი რა ლამაზი ხარ მე ვთვლი რომ გიორგის პოეზიას თუნდაც ლიტერატურული რეპორტაჟიც კი არ ეყოფა ამას სერიოზული რაღაც მოსმენა ჭირდებას. პირველ ყოვლისა და წაკითხვა. და რა ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნებით და დიდი გულისხმურით უსმენდი ყოველ წკარს.
მისეულ თხრობას, მისი თხრობის მანერას, მის ნარაციებს, რომელიც ძალიან ახალია ჩემთვის. გიორგის მეორედ მოусმინე, პირველად მოусმინე რამდენიმე თვის წინ და ძალიან გამეკვირდა რომ არ ვიცოდი ასეთი ნიჭიერი ადამიანის არსებობა ქართულ პოეზიაში და ეხლა ძნელია რა ხო ის მაინც პოეტების ქვეყანა საქართველოს, მაგრამ მაინც ახერხებს რომ სულად განსხვავებული სათქმელი მოიტანოს თანამედროვე ქართულ პოეზიაში და ძალიან მიხარია რა. მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.